გარგისდურთვის რთული 2016 წლის შემდეგ ფოლარის ბაზარზე პოზიტიური განწყობებია, რაც საქართველოსთან ფეროშინადნობების ექსპორტზეც აისახა. ეკონომიკის სამინისტროს ექსპრეს მონაცემებით ფეროშინადნობების ექსპორტმა 23.7 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 6-ჯერ მეტია 2016 წლის იანვრის მონაცემებზე და 20 მილიონი დოლარით მეტი შემოსავალი მოუტანა მან შესაბამისად მწარმოებლებს. გასული წლის იანვარში მხოლოდ 3.3 მილიონის პროდუქცია იყო გასული უცხოეთის ბაზრებზე. 2016 წელს ბაზარი მნიშვნელოვნად შეიცვალა, გასულ წელს ფასები დაბალი ნიშნულიდან დაიწყო და მოთხოვნაც შესაბამისად დაბალი იყო. წლის მეორე ნახევარში კი მდგომარეობა გამოსწორდა და მეოთხე კვარტალში ფასებიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქართველოში ფეროშინადნობების უმსხვილეს ექსპორტიორს ზესტაფონის ფეროშინადნობთა ქარხნის მფლობელ ჯორჯიან ამერიკან ელოის კი წელს პოზიტიური მოლოდინი აქვს. ინდუსტრიულ მაცნესთან კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა ბარი ნესიმ აღნიშნა, რომ მათ პროდუქციაზე მოთხოვნა გაზრდილია და ტრამპის დაპირება იყო, რომ პროექტებში ამერიკული კომპანიების ნაწარმის გამოყენებაზე მეტი ოპტიმისტის საფუძველი ექნებოდათ.